სოფელში მუშაობას იწყებს მეცხრე საინფორმაციო სამსახური. ეს არის ახალი 12-ე სოფო ჩარკვეტაძესთან ერთად გამარჯობა. არჩევნებამდე 5 დღით ადრე პოლიციამ კიდევ ერთი ოპოზიციონერი დააკრავა. სამტრედიაში ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის აქტივისტი 17 წლის იოანე ნინოა თანატოლებთან ერთად აქციაში მონაწილეობისთვის ემზადებოდა. არასრულწლოვანი პოლიციამ ავტომობილიდან ძალის გამოყენებით რად მოიყვანა იოანე ნინოა, დეკანოზ რომანოს ნინოაშვილია მოძღვარი კახი ჭალაძის მიერ აშენებულ ტაძარში წირავს. დაკავებულის მხარდასაჭერად პოლიციის ეზოში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. დაკითხვა რამდენიმე საათს გრძელდებოდა. დაკითხვის შემდეგ ნინოა სასამართლოში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ მისი ბრალელობა არ დამტკიცდა და ამიტომ სასამართლომ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. რაზე ედავებოდნენ 17 წლის ახალგაზრდას, ამას ახლა თორნიკე ხურციძისგან შევიტყობთ. ის პირდაპირ ეთერში გვერდდება სამტრედიიდან. თორნიკე, გისმენთ? სერგო მოვიდეს. თორნიკე, პირდაპირ ეთერში ხარ, გისმენთ? კახი ჭალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ავთანდილ თევზაძე ამ წუთებში პოლიციის შენობაშია გადაყვანილი. მისი ადვოკატიც კი 1 საათიანი ლოდინის შემდეგ მხოლოდ ეხლა შეუშვეს. თევზაძის დაკავების ოფიციალური ვერსია ჯერჯერობით ცნობილი არ არის. აღსანიშნავია, რომ ის დაახლოებით 10 საათზე კალაძის საარჩევნო შტაბიდან აიყვანა დაახლოებით 15-მდე პოლიციელმა და სამართალდამცავებს შორის იყო სამტრედიის პოლიციის უფროსი ზვიად ობოლაძეც. სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ ჯერჯერობით დაკავების ფაქტზე. ქართულ ოცნებაში კი აღნიშნულ ქმედებას ზეწოლისა და დაშინების მცდელობად აფასებენ. ჩემს გვერდით იმყოფება ეხა სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატი კახი ჭალაძე. ბატონ კახი, მოგესალმებით. მოგესალმებით. გვითხრეთ დაახლოებით მაინც თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია აღნიშნული დაკავების შესახებ და როგორ აფასებთ ამ? ეს არის გაგრძელება იმ არაკანონიერი დაკავებებისა, რომელიც უკვე დაწყებულია თვეებია, კვირეებია და განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან გააქტიურდნენ. ფაქტურად ყოველდღე ხდება ადამიანების დაკავება, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ჩვენი აქტივისტების მხარდამჭერების დაჯარიმება საპატრულო პოლიციის მიერ. ჯარიმები, რომელიც სრულად უკანონოდ იწერება 50, 100-ლარიანი, 200-ლარიანი ჯარიმები. გუშინ მაგალითად ერთი დღის განმავლობაში 18-მდე ჯარიმა იყო დაწერილი. არ ვიცი ამ ყველაფერს რა დავარქვა, ეს არის ალბათ უნდათ დაშინება, ეს რეპრესიული გზის გაგრძელება, მაგრამ მინდა უთხრა ყველას, რომ ნამდვილად ვერ შეგვაშინებენ და ვერ შეგვაჩერებენ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად მივალთ მშვიდობიანად, წყნარად, როგორც დაწყებული გვაქვს ამდენი თვის განმავლობაში და ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც ქართული ოცნების ასრულება ქვია. ცნობილია, რომ ადვოკატიც ეხლა რამდენიმე წუთის წინ შეუშვეს, მას არ უშვებდნენ პოლიციის შენობაში და აქედან გამომდინარე ზუსტად ალბათ არც იცით ხომ დაკავების ოფიციალური ვერსია და ადვოკატი რას ამბობს ან თუ ოფიციალური ვერსია ნამდვილად არ ვიცით. მე როგორც მითხრეს, როდესაც ოფისში შემოსულა ასაყვანად, რადგან ადმინისტრაციული დარღვევის გამო მე მგონი შეურაცხყოფა მიაყენა თითქოს ვიღაცას. ძირითადად ამით ხდება ადამიანების დაკავება, ადმინისტრაციული დაჯარიმებები, თითქოს შეურაცხყოფა მიაყენა, ვიღაცას მაიკაზე დაკაჩა და ასეთი სისულელეები. კონკრეტულად ვერაფერს ვერ გეტყვით, ადვოკატი ახლა შევიდა, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ და ნახოთ რას გამოიტანს და რას გვეტყვის ამბავს. დიდი მადლობა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კახი ჭალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ავთანდილ თევზაძე სამართალდამცავება დაახლოებით 10 საათზე დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სამტრედიაში ქართული ოცნების რამდენიმე წევრის დაჯარიმება და დაკავება მოხდა. დიდი მადლობა. თორნიკე ხურციძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ინციდენტი ქობულეთში ქართული ოცნების კოორდინატორის დავით როყვას 16 წლის ვაჟი გვიან ღამიცამა ნიღბიანმა პირმა ავტომანქანაში ჩასვა და სცემა. შემთხვევა სოფელ ლეღვაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ცნობით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. ექიმის თქმით, დაზარალებულს აღენიშნება სახის მარჯვენა მხარის ჰემატომა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა და ქვედაყბის დაზიანება. ჩვენებურები არ იყვნენ ეთყობოდნენ, რომ ნავარდი შევიდა დაკუნთულები იყო სამი რა. რამდენი იყო? 3 კაცი იყო ზარორო. მანქანის ნომერი გახსოვს? არა, ჯიში რომ ჩამომაგდეს არა ამ მდგომარეობაში გავიქეცით და გადავახდით შეების ტრიფონიანტებზე და ჩავედი გელეში და მე ნენელაფში და წამოვედი. რამეს გთხოვდა კონკრეტულად ან გაიძულე? კონკრეტულად რა მთხოვდნენ, რომ შენი ოჯახი ქართული ოცნებიდან გამოვიდესო რა.
წინა საარჩევნო საქართველოში ოპოზიციის მხარდამჭერებისადმი განხორციელებულ თქმედებებს ეუთოც ეხმიანება. ამერიკის ხმა ეუთო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიჩარდო მილიორის განცხადებას ავრცელებს. შეშფოთებული ვარ საქართველოში მედიასა და სამოქალაქო ჯგუფებში დაფიქსირებული ფაქტების გამო, რომლებიც ოპოზიციასთან დაკავშირებული აქტივისტების დაკავების შემთხვევებს ასახავს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირაც არ არის დარჩენილი, ამბობს მილიორი და აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოში ყოფნისას მომავალი არჩევნების მნიშვნელობაში დარწმუნდა. ამასთან მილიორიმ გამოთქვა იმედი, რომ დარჩენილი საარჩევნო კამპანია და არჩევნების შემდგომი პროცესები მშვიდად ჩაივლის. ხმის მიცემის პროცესი ღირსეულად უნდა ჩატარდეს, აღნიშნავს მილიორი. იმ დროს, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სისტემატურად გამოთქვამენ ეჭვებს ბატონი ივანიშვილის აქტივობის წარმომავლობასთან და გამარჯვების შემთხვევაში მის პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით, ქართული ოცნება ამაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ფაქტების დამახინჯების ბრალდებით პასუხობს. ეს არის ამონარიდი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მიერ წინა საარჩევნო გარემოს მეორე შუალედურ ანგარიში, რომელიც 6-დან 19 სექტემბრამდე არსებულ პერიოდს მოიცავს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სულ უფრო იზრდება პოლარიზაცია და საარჩევნო ბრძანილების ტონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან მეტად კონფრონტაციული და ხისტი გახდა. ანგარიში ხაზგასმულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დომინანტობას ბილბორდებზე სარეკლამო სივრცის გამოყენების მხრივ. ევროპელი დამკვირვებლები წერენ, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან 9 აგვისტომდე ყველა პარტიასა და საარჩევნო ბლოკს 20 მილიონამდე ლარი ბლოკის და დახარჯულმა თანხამ 20 მილიონამდე ლარი შეადგინა, აქედან ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას 17 მილიონ ლარამდე, ქართულ ოცნებას კი 2 მილიონ ლარზე მეტი. კოალიციის ლიდერი წინა საარჩევნო კამპანიას დაძაბული ვითარებისა და საკუთარი მხარდამჭერების დაკავების ფონზე განაგრძობს. ლადოდეხის შესასვლელში დღეს მორიგი ინციდენტი მოხდა. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა მას გზა გადაუღობეს. ვითარება მალევე განიმუხტა. ცხენოსანთა ჯგუფი და კორდონი ივანიშვილის გარშემო თემას კახა კუპადაძე განაგრძობს ლადოდეხიდან. კახა მოგესალმებით გისმით. მოგესალმები სოფომ. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კახეთის რეგიონის სხვადასხვა რაიონებში შეხვედრებს განაგრძობს. ის გუშინ იმყოფებოდა ყვალის, ახმეტისა და გურჯაანის რაიონებში. დღეს კი ლაგოდეხში ჩამოვიდა. შეხვედრის დაწყებამდე მოხდა ინციდენტი. ლაგოდეხში შემოსვლის დროს ბიძინა ივანიშვილს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა და მათ მხარდამჭერებმა დაახლოებით 20 ადამიანამდე იყვნენ, სადაც გზა გადაეკეტებათ. ისინი აფეთქებდნენ ასაფეთქებლებს, თუმცა ინციდენტი მალევე გაიმუხტა. მას შემდეგ რაც ქართული ოცნების მხარდამჭერებმა შექმნეს ცოცხალი კოლონა, ზოგი ცხენზე ამხედრებული იყო და ისე მოაწილეს ქართული ოცნების ლიდერი შეხვედრის ადგილამდე. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოვიდა ერთი არეული კაცი, უნდა და ქვეყნის არევა დაპირისპირება ვერაფერიც ვერ მოახერხა. ნახეთ როგორ უღირსობას როგორ ღირსეულად ხდებიან ქართველები და როგორ დინჯად არიან გახელები. აი ეს არის ძალიან სასიხარულო და სასიამოვნო. ეს პროცესები, რასაც თქვენ დღეს უყურებთ, არის საწინდარი იმისა, რომ ძალიან სწრაფად ახდება ჩემი დიდი ოცნება. ძალიან სწრაფად ჩამოყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. ანალოგიური ინციდენტები დაფიქსირდა გუშინ ყვარელსა და გურჯაანში. რაც შეეხება დღეს ლაგოდეხში შეხვედრის ძირითად დეტალებს, ბიძინა ივანიშვილმა აქცენტები გააკეთა კოალიციის ძირითად პროგრამაზე, რომელიც სოფლად 1 მილიარდიან პროგრამას ეკითხება და რომის ფარგლებშიც კახელი გლეხი მალე შეძლებს საკუთარი პროდუქციის რეალიზებას რუსეთის ბაზარზე. ამ წუთებში შეხვედრა დასრულდა, როგორც უკვე კაცი ხედავთ და ჩვენ გამოსვლის ძირითად ნაწილს მომდევნო საინფორმაციო გამოშვებებში უფრო ცლად შემოგთავაზებთ. კახა კუპადაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში ლაგოდეხიდან. რა კავშირი აქვს როგორ ხაინდრავას ქურდულ სამყაროსთან? 3 საათის განმავლობაში პოლიციაში ხაინდრავა ამის თაობაზე ეკითხებოდა. მას ეკითხებოდნენ, იყო თუ არა ნამდვილად საფრანგეთში და შეხვდა თუ არა რევაზ ლორდ ფრიფანიძეს. ხაინდრავამ გამომძიებლებს დაუდასტურა, რომ ლორდ ფრიფანიძე შეხვდა, რადგან მასთან 35 წლიანი მეგობრობა აკავშირებს. გამოძიება 223 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რომლის პირველი ნაწილი კანონიერ ქურდებს, მეორე კი ზოგადად ქურდულ სამყაროს შეეხება. გარდა ამისა, გამოძიება სწავლობს ფულის დათეთრების საკითხსაც, როგორ ხაინდრავა მორიგი დაკითხვაზე 27 სექტემბერს დღის 1 საათზეა დაბარებული, რის გამოც ვეღარ შეძლებს კიევში ვიზიტს, სადაც მისი ფილმის ჩვენებისთვის უნდა ჩასულიყო.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფრანგული მხარის მიერ მიწოდებული მასალა დაავრცელა. პროკურორი აცხადებს, რომ კანონიერი ქურდების ოპოზიციის წარმომადგენელთან შეხვედრის მიზანს საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა მხედრიონის ტიპის ფორმირების შექმნა და ქურდების გავლენის აღდგენა წარმოადგენდა. თუმცა კადრებში მხოლოდ ისაა ნაჩვენები, რომ ხაინდრავა და კიდევ რამდენიმე ადამიანი კადრებში რამდენჯერმე შედიან და გამოდიან. მე აუცილებლად მოვითხოვ, რომ ან დაადასტურონ, ან უარყონ ის, რაზეც იყო დღეს პროკურატურის მხრიდან ლაპარაკი, ტელევიზიაში რაც ილაპარაკა საქართველოს პროკურატურამ და ტელეწამყვანებმა და იმათთან გავარკვე, რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის, რაც გაცხადებულია საქართველოს ტელევიზიაში, არის საქართველოს პროკურატურის ინტერპრეტაცია და არა საფრანგეთის ჟანდარმერიის, რაც თავარია. ის ფაქსი, რომელიც არის ჩამოსული საქართველოში, ადასტურებს, რომ ეს დაწესებულება, რომელზეც არის ლაპარაკი, ეს არ არის საფრანგეთის ჟანდარმერია, ეს არის ერთ-ერთი დაწესებულება, რომელიც მონიტორინგს ატარებს საფრანგეთში თუ ევროკავშირში მცხოვრებ და მყოფ კანონიერ ქურდებთან მიმართებაში. არანაირ დესტაბილიზაციაზე, არანაირ პოლიტიკურ საკითხებზე აბსოლუტურად არანაირი შეკითხვა არ დასმულა, მხოლოდ და მხოლოდ იმ კადრებს ეხებოდა, რომელშიც ჩანს შესვლის მომენტში და ერთ მომენტში, როდესაც დგას ამ რევაზ ლორდ კიფაინძის უკან, გოგა ხაინდრავა და მან ახსნა ეს რა მოხდა, როგორ მოხდა. კიდევ ვიმეორებ, ახლა იქ ტექსტს რას მოაყოლებენ ამ კადრებს და ფოტოებს თუ ვიდეო მასალას, ეს უკვე გემოვნების საკითხია, ფანტაზიის საკითხია და ყველაფერი შეიძლება ამას მოაყოლოს. მთავარი პროკურატურის გუშინდელ ქმედებას უკვე გამოეხმაურა საფრანგეთის საჯარო საქმეთა სამინისტრო. საფრანგეთი უკმაყოფილოა თბილისის გადაწყვეტილებით, რომელმაც ქართული ოპოზიციის, ქართულ დანაშაულებრივ სამყაროსთან შესაძლო კავშირზე გამოძიების მასალები დაასაჯაროვა. საჯარო საქმეთა სამინისტრო მასალების გამოქვეყნებას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს. ჩვენ გაყურებული ვართ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქართველი ოპოზიციონერის და საფრანგეთის ტერიტორიაზე მოქმედი წარმოშობით ქართველებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფების შესაძლო შეთქმულების გეგმაზე მასალების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. საფრანგეთის ხელისუფლებას ამაზე თანხმობა არ მიუწია, აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საჯარო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. საფრანგეთის საჯარო უწყების განცხადებით ამ საქმის გამოყენებამ შესაძლოა არჩევნების წარმატებით ჩატარებაზე იმოქმედოს. ამ საქმის გამოყენებამ შესაძლოა იმოქმედოს არჩევნებზე თუ გავითვალისწინებთ ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს გამოსასწორებელ დაწესებულებებში წამების შესახებ განმარტავენ საფრანგეთის საჯარო უწყებაში ფრანგული მხარე, ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ხალხის ნების გამოვლენის მშვიდობიანი ჩატარება 1 ოქტომბერს. ეს იყო საფრანგეთის საჯარო საქმეთა სამინისტროს განცხადება. ხაინდრავას მხრიდან საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანის მცდელობას სისულელეს უწოდებს ქართული ოცნების ლიდერი. გარდა ამისა, ივანიშვილი ამბობს, რომ მასალა საქართველოს პროკურატურამ დაავრცელა და არა ჟანდარმერიამ. ივანიშვილის შეფასებით საქართველოში გამოძიება არ არსებობს. განაცხადა ეს არის აბსოლუტური სისულელე. ჩვენთან პროკურატურა არის ერთ კაცზე აგებული. ერთი კაცის სამსახურში და მის იდეოლოგიას ემსახურება. საქართველოში პოლიციაც და პროკურატურაც ძალიან პოლიტიზირებულია და მხოლოდ ამ ერთი გაუგებარი კაცის, დაბნეული კაცის იდეოლოგიას ატარებს. გადაძგვილი აქვს არაღითა მთელი პოლიცია და ჟანდარმერია და მთელი ზონდერები მობილიზებული ყავთ. რა უნდა გააკეთოს გოგა ხაინდრავამ ცარიელი ხელებით. განა ეს არის ით ფილმი გადაიღო გოგა ხაინდრავამ რეჟისორია. აი ეს არის მისი დესტაბილიზაცია. აი იმით შეაწუხა სააკაშვილი. სადარაჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი თინა ხიდაშელი კი ხელისუფლებას თავად ადანაშაულებს კრიმინალებთან კავშირში. ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებს ის კონკრეტული გვარსახელები დაუსახელა, რომლებიც კრიმინალურ ავტორიტეტებს წარმოადგენენ და რომლებიც დღეს აქტიურად არიან ჩართული ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიაში. ხიდაშელმა აღნიშნა, რომ კრიმინალები, რომლებსაც ხელისუფლება საფრანგეთში ეძებს, საკუთარ გუნდში ყავს და ამის ნათელი მაგალითი სადარაჯოა. ოფიციალურად ღიად არავინ არ მალავს. ჩვენ მაშინ იყო მთელი ამბავი. მოდით, აბა ჩამოდით საგარეჯოში და იკითხეთ სათქმელს. ადამიანის წამება. გახსოვთ ესეთი კაცი ჯღანა. ხო გახსოვთ კარგად. რომელზეც 8 წელია ლაპარაკობენ, რომ აი ჯღანას რო ვიცავდით, ჩვენ მაშინ იყო მთელი ამბავი.
მოდით აბა ჩამოდით საგარეჯოში და იკითხეთ სად არის ეხა ეს ჭღანა რას აკეთებს რითია დაკავებული ჭღანა მუშაობს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბში ოფიციალურად ღიად არავინ არ მალავს მეორე ამ ადამიანი ვინიპუხა რომელიც ასევე იმ ამბების გმირია აი ეს კაცი კადრებში რო ჩანს სასამართლოს დარბაზში სკამებზე რო დარბის რო დახტუნაობს გემახსოვრებათ ჟურნალისტებს ვინც მაშინაც ჟურნალისტები იყავით ვინიპუხა საარჩევნო პლაკატზე ყავს ჩემს კონკურენტს საგარეჯოში. როდესაც ვინმეზე რამე სპექტაკლებს დგავთ და ფილმებს იგონებთ, მე მინდა უბრალოდ ერთადერთი რამე გთხოვოთ, რომ სანამ ვიღაცა პარიზში ჩავა სასეირნოდ და მე ამ სეირნობაში დამაჯერებლად ილაპარაკებს მისი აზრით, რომ თურმე ვიღაცებთან კავშირი ვირტუალურად ქონია, ჩამოდით საგარეჯოში და ნებისმიერი კედელი გადაიღეთ. კამპანია ეშენ გეხებას მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს მედია ცენტრში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რითაც 24 სექტემბერს ცესროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაბათილებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებას ისინი საქალაქო სასამართლოში დაასაჩირებენ. დღესვე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ზურაბ ხარატიშვილს შეხვდებიან და შეეცდებიან ცესროს თავმჯდომარე გადაწყვეტილების დაუქმების აუცილებლობაში დაარწმუნონ თემას. ლანა ბერიძე განაგრძობს პირდაპირ ეთერში. ლანა მურდესალმებით რისმენთ. კამპანია ეშენ გეხებასში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის დღეს მედია ცენტრში გამართეს პრესკონფერენცია, სადაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდეს გააუქმოს 24 სექტემბრის ღამით მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბნებზე არჩევნების დღეს მედიის წარმომადგენლებს ფოტო და ვიდეო გადაღება ეზღუდებათ. დღესვე მედიის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედია ცენტრში ხელმოწერები დაიწყეს საჩივარზე, რომელსაც საქალაქო სასამართლოში იმ შემთხვევაში შეიტანენ თუ კი 4 საათის ცესკოს ხტომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია მედიის წარმომადგენლების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის ნათია კაპანაძის კომენტარი მოვისმინოთ. ჩვენ ვიყენებთ იმ ბერკეტებს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გვაქვს მონიჭებული, ეს არის გასაჩივრება სასამართლო წესით კომისიის დადგენილებისა, თუმცა აგრეთვე გამოვთქვავთ იმეც, რომ ის შეხვედრა, რომელიც დღეს არის ჩანიშნული ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და მას ხვდებიან ჩვენი წარმომადგენლები, ჩაივლის დადებითად და ცენტრალური საარჩევნო კომისია თავადვე გააუქმებს მის მიერ მიღებულ დადგენილებას. დღესვე პირველ საათზე რამდენიმე წუთში უკვე მედიის წარმომადგენლები კერძოდ გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია და ჟურნალ ლიბერალის რედაქტორი შორინა შავერდაშვილი პირველ საათზე ზურაბ ხარატიშვილთან გამართავენ შეხვედრას, სადაც კიდევ ერთხელ შეეცდებიან დაარწმუნონ ხარატიშვილი, რომ მათ მიერ მიღებული დადგენილება არის მცდარი და შეცვალონ ეს დადგენილება და ბათილացნონ და კოალიციის კიდევ ერთი წევრი მაგდა პოპიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ 4 საათიანი ხდომის დაწყების აუცილებელია ცესკოსთან იყოს ბევრი მედიის წარმომადგენელი, რათა მიაწოდონ ცესკოს ხდომაზე მათ თავისი ხმა და კიდევ ერთხელ დაარწმუნონ იმაში, რომ მიიღებთ თარი გადაწყვეტილება. ჩვენ შეგვიძლია ამ თემაზე მაგდა პოპიაშვილს მოусმინოთ. დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პრაქტიკულად აქვს ბოლო დღე, როდესაც შეუძლია შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და გააუქმოს ის დადგენილება, რომელიც დღეს მიიღო, ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია დღეს, რომ როგორც არასამთავრობო ისე მედია ორგანიზაციები ძალიან აქტიურები, ძალიან პრინციპულები და 4 საათზე, როდესაც ხდომა დაიწყება, ჩვენ ყველა ისე ვიყავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ეზოში და შევახსენოთ, მოვთხოვოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ეს დადგენილება არის უკანა და მანაუცილებლად. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ პირველ საათზე სულ რამდენიმე წუთში აქ მოვლენ მედიის წარმომადგენლები და შეხვდებიან ზურაბ ხარატიშვილს. ამის შემდეგ კი 4 საათზე უკვე ცესკოს ხდომა გაიმართება, სადაც უკვე ცესკოს წარმომადგენლები იმსჯელებენ მედიის მოთხოვნებზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ისინი ბუნებრივია ჩვენთვის უცნობია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი მედიის მოთხოვნები და არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, უკვე აქ მოსული ადამიანები გადაინაცვლებენ საქალაქო სასამართლოში, სადაც შეიტანენ საჩივარს იმის შესახებ, რომ ცესკოს დადგენილება იქნეს ბათილად ცნობილი. ჩვენ დეტალებით უკვე 3 საათიან გამოშვებაში დაგიბრუნდებით. სოფო ლანა ბერიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა ლანა. საპროტესტო მოწოდებები ისმოდა ქართულ ენაზე მილანის ცენტრში. არაწამო ძირ საარტაშვილი მსგავსი მოთხოვნებით ემიგრანტები გამოვიდნენ მილანში. ქართველებმა იტალიაში საპროტესტო აქცია გამართეს. მათ საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა წამების ფაქტები გააპროტესტეს. ემიგრანტების განცხადები, დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ და არ არის თანამდებობიდან გადაყენება. საკმარისი ქართველი ემიგრანტები პრეზიდენტის გადადგომასა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვენ.
მოუწოდებ მიხეილ სააკაშვილს რომ უნდა გადადგე, იმიტომ რომ შენგან მოდის ეს კვლელებისგან ჩამოყალიბებული ჯგუფი. და შენ წინააღმდეგ ყველა მთელი ქართველი რომელიც კაცურად ადამიანურად აზროვნებს, ყველა შენ წინააღმდეგა. გადადგე! ყველა უნდა დავუბრუნდეთ იმ ქვეყანაში, სადაც დავიბადეთ და ჩვენ არ გვსურს მომავალი იქ, სადაც დამნაშავეები დაისაჯოს ყველანი. ვინც ეს არ არის საკმარისი გადადგომა. არამედ დაისაჯეს. უნდა აღმოჩნდეს საბრალდებო სკამზე ყველა თითოეულის ადამიანი. მინისტრიდან დაწყებული, უკანასკნელი სააკაშვილიდან დაწყებული ყველა უნდა აღმოჩნდეს საბრალდებო სკამზე. და ალბათ იმ ციხეში რომელიც თვითონ ააშენეს ქართული ეზოს. სააკაშვილი მკვლელია ამ სიტყვებით შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტი ერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველები ემიგრანტები პრეზიდენტი ნიუ-იორკში გაეროშტაბინასთან დახვდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც პრეზიდენტის მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს ყიდოდნენ. კადრებში ისმის, რომ ისინი პრეზიდენტისთვის კვერცხების სროლასაც აპირებდნენ. სააკაშვილი კი აგე მოვიდა ბიჭო, აგე სააკაშვილი. გამოიხედი აქეთში და მომეც სად არის კვერცხების სროლა. აგე ჯიპში ჯიპში. აი რო იცოხნება კაბეჩი ჩარავს. აი გარი, რო იცოხნება, რო იცოხნება. მარე მერილანდის ის დაუქირევებია. გაუშალეთ პრაკატი. მიშა შენი დედა. მიშა. ნადირალა, ნადირალა. იმ დროს, როცა გაეროშენობასთან შეყრებილი ქართველები პრეზიდენტს მკვლელს ეძახდნენ, შენობის შიგნით სააკაშვილი ჩრდილოეთიდან შემოსულ ბინძურ ფულზე საუბრობდა ემოციურად. საქართველოს ვერასდროს ჩაითრევენ უკან ჩრდილოეთიდან შემოსული ბინძური ფულით, ვერც პირდაპირი სამხედრო ჩარევებით, ვერც მსხვილმასშტაბიანი პროვოკაციებით, თუ სხვადასხვა პარტიზანული შეტევებით აცხადებს პრეზიდენტი. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე დღეში საქართველოში მოსახლეობა ერთად გადაწყვეტს თავის და ქვეყნის მომავალს. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე საუბრობს სრულიად ქვეყანა მიხილაის აშკარა ძალადობის ფაქტები, რაც საქართველოში ხდებოდა. ფაქტები იყო შემაძრწუნებელი და ჩვენი პასუხისმგებლობაც ძალსახად ნათელი. ჩვენ სწორედ დემოკრატიული ქვეყნის შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე საუბრობს სრულიად ქვეყანა მიხილაის აშკარა ძალადობის ფაქტები, რაც საქართველოში ხდებოდა. ფაქტები იყო შემაძრწუნებელი და ჩვენი პასუხისმგებლობაც ძალსახად ნათელი. ჩვენ სწორედ დემოკრატიული ქვეყნის შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ. ჩვენ ყველა პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება მოვახდინეთ და დავაპატიმრეთ ორი მინისტრი კი გადადგა. პენდენციურ სისტემაში განხორციელდა ცვლილება და ახალი საშილახსრულების მინისტრი ყოფილი ომბუდსმენია. სწორედ ამ გზით გადავლახეთ შექმნილი სირთულეები. მინდა მივიპყროთ თქვენი ყურადღება, დემოკრატიისა და თავისუფლების საკითხი წყდება, მეტად კონკურენტული საარჩევნო გარემოა შექმნილი. ეს საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე კონკურენტული არჩევნებია ნამდვილად. 1 ოქტომბერს ჩემი ხალხი მოუთმენლად ელვის იმ შესაძლებლობას, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს ქვეყნის გაძლიერებისა და გაახლებისთვის. ქართველები აბსოლუტურად თავისუფალნი არიან მათ არჩევანში. საქართველოს წინა არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიანად ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები ესწრებოდნენ. თუმცა ჩვენი ქვეყანა წარსულის წარმატებებით არ კმაყოფილდება და გარწმუნებთ, რომ ეს არჩევნები ბევრად თავისუფალი და სამართლიანი იქნება. ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ მიზანი მიღწეული იქნას. მათ ვისაც ამ დინამიკის შეცვლა სურს, უნდა იცოდეს, რომ კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობას და დემოკრატიულობას ალტერნატივა არ აქვს. ეს არა მარტო ქვეყნის ხელისუფლების აზრი, არამედ ქართველი ხალხისაც, რასაც საზოგადოება არჩევნებზეც დაადასტურებს კიდეც. ამ მხრივ საქართველო განაგრძობს განვითარებას. სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხმა სურვილის მიხედვით ჩვენი ქვეყნის მომავლის დაგეგმვა განიზრახა. ქვეყნის შთანთქმის მიზნით. პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველო უკან აღარ დაბრუნდება. არნაირი ზეწოლა და არნაირი ბინძური ფული ჩრდილოეთიდან. ვერნაირი სამხედრო ძალა ვერ გვაიძულებს, რომ უკან დავბრუნდეთ. არ გამოვა. გაეროს მონაცემები ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული და ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, სადაც ქთამი არ არსებობს. დასულ ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი მასალა გაავრცელა, ამჯერად ეს არის აუდიო ჩანაწერი. ცოტა ხნის წინ დასრულდა შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი, მას ჩვენი კორესპონდენტი მახალ შკადოა ესწრებოდა და სწორედ მისგან შევიტყობთ ახლა კონკრეტულად რაზეა საუბარი ამ აუდიო ჩანაწერებში. მალხას გისმენთ. ზოგო, ერთდროულად 3 ჩანაწერი გაავრცელა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათი მტკიცებით ეს ეხება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც ასევე გამოძიების ინფორმაციით პირდაპირ კავშირში არიან ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან. პირველი ჩანაწერი ეხება
უკვე დაკავებულ პირს დათო ხიზანიშვილს, ის გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით კანონიერი ქურდი. თავის მხრივ ხიზანიშვილი მოქმედებდა ლაშა შუშანაშვილის, ასევე სხვა კანონიერი ქურდის დავალებით და მას უნდა მოეხდინა ფიზიკური ანგარიშწორების მუხარის მცდელობით, მუხარით ამ უმრჩეველზე ზეწოლა, თუმცა ამ განცხადებას აკლია კონკრეტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ ვიზია საუბარი, რომელ ამ უმრჩეველზე რაოდენობის ამ უმრჩეველზე შესაბამისად ჩვენ ამ კითხვებზე მეცხრე არხის გადამოყოფმა ჯგუფმა პასუხი ჯერჯერობით ვერ მიიღო. მეორე ჩანაწერი ეხება კოალიცია ქართული ოცნების სიის პირველ ნომერს კახი კალაძეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ კახი კალაძეს ჰქონდა კავშირი 8 ქართველ კანონიერ ქურდთან, ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდთან. ეს შეხვედრის ფაქტი დადასტურებულია აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ასევე მესამე ფაქტი ეხება ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ქუთაისში გუბას სანიკიძეს. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით მას ჰქონდა ურთიერთობა ვარდების რევოლუციამდელ მთავრობაში ყოფილი უშიშროების მინისტრის ამჟამად მოსკოვში მცხოვრები ვალერი ხაბურზანიასთან. მათ ასევე უწყების ოფიციალური ინფორმაციით ჰქონდათ გარიგება გაფორმებული იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი ციხიდან უნდა გამოეშვათ კანონიერი ქურდი და ამის ანაცვლოდ გუბას სანიკიძე ხაბურზანიას თავაზობდა ფულად ანაზღაურებას. ამ თემაზე პრინციპში იგივე განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა დეტექტივმა ლევან ციკლაურმა, ჩვენ მის განცხადებას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ იქნა რამდენიმე ღონისძიება, რომლის შედეგაც გამოვლენილია ქართველი კანონიერი ქურდების ჩართულობის დეტალები ქართულ პოლიტიკაში და კავშირები ცალკეულ ქართველ პოლიტიკოსებთან. სურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. 2012 წლის 23 სექტემბერს ქალაქ თბილისში დაკავებულ იქნა ქართველი კანონიერი ქურდი დათო ხიზანიშვილი. ხიზანიშვილი მოქმედებდა კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის დავალებით და მის ამოცანას წარმოადგენდა მის მიერ შექმნილი ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით დაშინების და ფიზიკური ანგარიშწორების მუხარის გზით ზეწოლა მოეხდინა ამ უმრჩეველზე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. შემდეგი ჩანაწერი ეხება კოალიცია ქართული ოცნების სიის პირველ ნომერს კახი კალაძეს. ჩვენ წარმოგიდგენთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს, სადაც ნათლად ვლინდება კახი კალაძის და 8 ქართველი კანონიერი ქურდის შეხვედრის ფაქტი უცხოეთში და კალაძის ახლო დამოკიდებულება ამ კრიმინალურ წრისადმი. მესამე ფაქტი, რომლის შესახებაც გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, წარმოადგენს კოალიცია ქართული ოცნების ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის გუბას სანიკიძის და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრის ამჟამად მოსკოვში მცხოვრები ვალერი ხაბურზანიას შორის შემდგარი გარიგების დეტალებს. კერძოდ მათი გარიგების მიხედვით გუბას სანიკიძე ვალერი ხაბურზანიას თხოვს რუსეთში ციხიდან ერთ-ერთი კანონიერი ქურდის გამოშვებას და ამის ნაცვლად თავაზობს მას ფულად ანაზღაურებას. თავად ფარული აუდიო ჩანაწერები და ერთი სატელეფონო ჩანაწერი ჯერჯერობით ოფიციალურ გვერდზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არ არის გავრცელებული, ის უკვე აქვთ ყველა ტელევიზიაზე, ჩვენ შესაბამისად გვექნება საშუალება უკვე მომდევნო გამოშვებებში შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს ეს აუდიო ჩანაწერები. რაც შეეხება პასუხს კოალიცია ქართული ოცნებიდან და ასევე იმას, თუ რამდენად რეალურია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია გუბას სანიკიძისა და კახი კალაძის ურთიერთობების შესახებ, ერთი მხრივ კანონიერ ქურდებთან, მეორე მხრივ კი ვალერი ხაბურზანიასთან, ამასაც ჩვენს მაყურებელს გავაგებთ 3 საათიან გამოშვებაში. დიდი მადლობა. მალხაშ რადუა საუბრობდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან პირდაპირ ეთერში. დღის სხვა თემები. ერთდროულად თბილისში 2 ადგილზე დღეს 2 მსვლელობა დაიმართება დღის 3 საათზე. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან სტუდენტები. ისინი კანცელარიის მიმართულებით მოაწყობენ მსვლელობას. მთავარი მოთხოვნა და ლოზუნგი იქნება არ დაყალბდეს არჩევნები. ეს მსვლელობა სტუდენტთა საკოორდინაციო ჯგუფის მიერ არის ორგანიზებული. იმავე დროს კი ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები ფეხბურთის ფედერაციასთან, რაგბის კავშირთან, კალათბურთის აკადემიასთან, ფალავანთა კლუბთან და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეიკრიბებიან. სპორტსმენები აცხადებენ, რომ სიმბოლურ 10 კილომეტრიან მსვლელობას გამართავენ. ისინი მთლიანად სპორტის სამყაროს მოუწოდებენ გაერთიანებისკენ, რათა ერთად დაგმონ პატიმრების წამების ფაქტი. ორივე აქცია შეგახსენებთ დღის 3 საათზე დაიწყება. სასულიერო პირების მსვლელობა ძალადობის წინააღმდეგ 20-მდე სასულიერო პირმა სპორტის სასახლიდან სიონის საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოაწყო. ღვთისმსახურებთან ერთად საპროტესტო აქციაში ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის სასულიერო სემინარიისა და სხვა სასწავლებლების სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. მსვლელობას ფილარმონიასთან შეკრებილი ხალხით შეუერთდა. აქცია სიონის ტაძარში მშვიდობის პარაკლისის აღსრულებით დასრულდა.
სასულიერო პირები, სემინარის და აკადემიის სტუდენტები დავითიანი შევიკრიბეთ სუხალნაზე, რომ ჩვენი პროტესტი გამოგხადა იმ ყველაფრის მიმართ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, რაც პატიმრების მიმართ ხდება. გმოვთ მსგავს ძალადობას. ეს არ უნდა ხდებოდეს საქართველოში. მით უმეტეს რომ პატიმარი დღეს საქართველოში ყველაზე მწვინეული თემაა. ამიტომ ჩვენ მუდამ ვიქნებით პატიმრების გვერდი. ჭიათურაში სამთველთა დღე და ჭიათურ ქალაქობა საპროტესტო აქციის ფონზე დაიმართა. ქართული ოცნების ახალგაზრდების აზეიმო ჩერყრებულ ხელისუფლების წარმომადგენლებს ცოცხებითა და საპროტესტო პლაკატებით შეხვდნენ. ჯორჯიან მანდანეცმა მაღაროელებს პროფესიული დღე ახალი სამრუწელო ტექნიკის პრეზენტაციით მიულოცა. მაღაროში დასაქმებულთა ნაწილი აცხადებს, რომ ტექნიკა კომპანიამ მხოლოდ საჩვენებლად გამოიყვანა და მათ პრობლემებსა და მძიმე სამუშაო პირობების შემსუბუქებას კომპანიისა და ხელისუფლების მხრიდან მეტი ყურადღება სჭირდება. სამთველთა დღე სპეციალური კონცერტით დასრულდა. სამთველთა დღე. აუზეულოცა ყველა მაღაროელის ოჯახს ხდება დიფერენცირება ხელფასებისაც, ახალი ტექნიკის შემოსვლა სწორედ საწინდარია იმისა, რომ ნელ-ნელა ხელფასების მატება დაიწყება სამთველში. შრომელი ხალხი ვარ და ცოტა ყურადღება გვინდა, ცოტა კი არა, ბევრი ყურადღება გვინდა და ყურადღებას არ გვაქცევენ, არც სტრესი, არც წარმოება, არც არაფერი. ვართ არაკანონიერად დაჩაგრულები. დარწმუნებული ვარ, ალბათ ამ ძიმეწონიანი მანქანების ნაწილი ჭიათურაში აღარ დარჩება და ისევ საჩვენებლად შესაძლებელია ან ტყიბულში ან სადმე გადაინაცვლოს. უბრალოდ ფარსია ყველაფერი ეს. თუშეთის რაიონის სოფლებში სტიქიი დაზარალებულებს კომპენსაციის სახით ადგილობრივი გამგეობის თანამშრომლები ღვინოს ორინდებენ. 68 ბალონი ღვინო წუხელ ჭართელში სპირიდონ გიგაურის ოჯახში მიიტანეს. ჭართლის თემის 5 სოფელში ღვინოს დოლოსთეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და გიგაური დღეს დაანაწილებს. მოსახლეობის განცხადებით წინასაარჩევნო ძღვენი მათთვის თუშეთის რაიონის გამგეობიდან გამოიგზავნა. კაცო, წამოგზავნე სახე. ეს დარიგდა ჩვენი თუშეთის რაიონის გამგეობიდან. ჩვენმა რწმუნებულმა ზაქრო ჩიტაურმა შეადგინა სიები ყველას, ვინ როგორ დაზარალდა, იმის და მიხედვით დაუნაწილდა ეს თქვილი ზეთი, შაქარი და ეს პესოკი. ეხლა ეს ღვინო მოიტანეს. სია გადმოგაბარათ? არ გადმოუბარებია ჯერ. აი როგორ აკითხნა ახლა 10 ხუთი არ მოუწია ჯერ სი არაფერსი არა მაქვს. ხო უნდა მოგწეს. უბრალოდ ვიცი რა ეს სოფელი ვინც არის კაცო და რაღაცა. ზეპირად უნდა დაარიგო. მე ზეპირად ვიცი, მაგრამ იმ სიას მაინც ავიღებ. 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო კომისია ახალი თაობა ახალი ინიციატივის დამკვირვებლების 73 საარჩევნო ოლქში ეყოლება. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქეთევან ჩაჩავამ განმარტა, დამკვირვებლები ასევე ხმების პარალელური დათვლის პროცესს განახორციელებენ. პრესკონფერენციაზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრებმა ხელი დამკვირვებლის ქცევის კოდექსს მოაწერეს. ახალი თაობა ახალი ინიციატივა 1 ოქტომბრის არჩევნებს დაუკვირდება 1200 კაციანი მისიით, რომელიც საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში იქნება გადანაწილებული. ორგანიზაცია ასევე განახორციელებს ხმების პარალელურ დათვლას, რომელიც დაფუძნებულია ძალიან გამჭვირვალე და სანდო მეთოდოლოგიაზე და Baltic Surveys გელაპის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ხორციელდება მისი, ასე ვთქვათ, დაგეგმვა და არჩევნების დღეს განხორციელება. ქართული ოცნების მესტიის შტაბი ხელისუფლებას კანონის ფარგლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადება შტაბის ხელმძღვანელმა გოჩა ხორგუანმა გააკეთა. მან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს მოუწოდა მოიცნენ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში და მისცენ არჩევნების მშვიდად ჩატარების საშუალება. 23 სექტემბერს მესტიაში მომხდარი პარტიის იურისტმა ელგუჯა ჩხაიძემ პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა. მან ასევე აღნიშნა, რომ უფლებების დაცვის თხოვნით ერთ დღეში 5 ადამიანმა მიმართა, ამასთან 5-ვე მათრენი ოპოზიციური ძალების მხარდამჭერია. იურისტი პოლიციის მიმართ საზოგადოების უნდობლობაზე საუბრობს. ეს არის ჩვენი წევრების ინტერესებში საუბრობ. დაიწყო მასიური ტერორი თელ მოსახლეობაზე, კომისიის წევრებზე, წარმომადგენლებზე, კაპიტონ ჟორჟოლიანის დაკავება, რაც სრულიად უკანონოა. დაბარებულია ჩვენი შტაბის ყველა კოორდინატორი. თანმიმდევრობით საათში 1-2 ყოველ წუთს ემატება რაოდენობა ამათი. ასევე კომისიის წევრები ოლქის წარმომადგენლები. 23 სექტემბერს მოხდა გაუგონარი რამ პოლიციის უფროსმა სამხედრო ნაწილები გამოიყვანა ხალხის წინააღმდეგ. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ამისათვის მე მზად ვარ პროკურატურაში შევიტანო საჩელი.
ქართული ოცნების წევრებმა ცაჯარში ლადო ასათიანის სახელობის ჯვარში არცია გამართეს მოსახლეობა სიტყვით 11-მა დეპუტატმა კარლო კოპალიანმა მიმართა და არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი შეფასებით არჩევნები ეს არის ბრძა, რომლითაც შესაძლებელია არსებული ხელისუფლება მშვიდობიანი გზით ჩაენაცვლოს. კოპალიანმა პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. ლევანდელი აქციის მთავარი დანიშნულება და საერთოდ ყველა აქციის დანიშნულება რაც საქართველოში მიმდინარეობს და ტარდება არის ეს არაქართული ჩვენი ერის მოღალატე ხელისუფლების დაშვება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით რომელიც მოხდება 1 ოქტომბერს დამიჯერეთ აი ეს ხალხიც მაგის მანიშნებელია ლეჩხუმის საზოგადოება ფეხზე დგას ქართულ ოცნებას ნამდვილად მოგებული აქვს ლეჩხუმში ისე როგორც თელ საქართველოს და მამუკა ჩაჩხიასაც მოგებული აქვს ლეჩხუმში ნუ რავი შეეცდება სხვა შედეგების დადება კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დარეჯან ჩხეტიანი რატევანის მოსახლეობა შეხვდა მან ადგილობრივებთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაგმო პატიმრების მიმართ განხორციელებული ძალადობა ჩხეტიანმა ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ფაქტების შესაჩერებლად ქართულ დედებს 1 ოქტომბერს სწორი არჩევანის დაფიქსირებისკენ მოუწოდა კოალიციის კანდიდატმა ნაციონალური მოძრაობიდან ამჟამინდელი დეპუტატის ტრობა ნაყოფია საქმიანობას დააკრიტიკა და ბოლნისის რაიონში არსებულ ეკოლოგიურ დაბინძურებაზე გაამახვილა ყურადღება ჩხეტიანმა ასევე ისაუბრა წინა საარჩევნო პროგრამაზე რომელსაც გამარჯვების შემდეგ განახორციელებს ქართული ოცნება. გააყალბებენ, იმიტომ რომ საერთოდ ჩვენი ბავშვები ყველას უნდა ხვალინდელი დღე იყოს ძალიან კარგი, რომ ქართულმა ოცნებამ შეცვალოს მათი ცხოვრება უკეთესობისკენ, ისინი ღირსეული ადამიანები არიან და შესაფერისად უნდა იცხოვრონ. მათ იყვნენ უამრავი ბავშვი იყო, რომელიც პრაქტიკულად ჩემ ხელში დაიბადა და ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან კარგად ყოფილი. აი მაგას ველოდები. თუ გაიმაგრებინე, კი. თავის ქართული ოცნების არცია გარდაბანშიც გაიმართა კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა არეშიძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან ჩასულ მოსახლეობას შეხვდა. სტადიონზე გამართულ შეკრებას კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები, მათ შორის ზაზა კოლელიშვილი, ჯემარ სეფიაშვილი, მერაბ სიჭინავა და გურამ ფირცხალავა ესწრებოდნენ, მათ მოსახლეობას კოალიციისა და მამუკა არეშიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს აქციის გარდაბნის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული აზერბაიჯანელი ეროვნების ახალგაზრდები შეუერთდნენ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ეს არის ტოტალურად ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით. აქ ჩამოვიდნენ ჩვენი მეგობრები, ჩვენი ქართული ოცნების მეგობრები, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ქართულ კულტურას, ქართული ცხოვრების წესს, ქართული ისტორიას, რომელი ერთი ჩამოთვალა სპორტულ ტრადიციას და ყველაფერი ჩაურიცხეს ჩვენი ერთდღეს. აი ეს ადამიანები ჩამოვიდნენ, თქვენ ნახეთ მათ ხალხი როგორ ხდება. იმპრესი მაინც რჩებიან ქართული ხალხის უმირები. გარდაბანი და გარდაბნელი ხალხი ყოველთვის დაიცავს ოპოზიციას და მამუკა არეშიძეს, ბიძინა ივანიშვილს და 41 ნომერს. და კიდევ ერთი დაკავება ზუგდიდში ქართული ოცნების მხარდამჭერი ბესიკ დედეჭკორი პოლიციამ გუშინ საღამოს საკუთარი სახლიდან წაიყვანა. ამასთან ოჯახის წევრობის თქმით სამართალდამცველებს არანაირი ახსნა განმარტება არ გაუკეთებიათ. პოლიციამ დედეჭკორის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, თუმცა ვერაფერი აღმოაჩინა. დედეჭკორი თავდაპირველად ზუგდიდის პოლიციაში დღეს ტიხობის განყოფილებაში გადაიყვანეს. ადვოკატმა დედეჭკორის ნახვა მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის ჩარევის შემდეგ მოახერხა. დედეჭკორის ახლობლები აცხადებენ, რომ კოალიციის მხარდაჭერის რამ ხშირია მათ მიმართ მუქარა სოფლის დამგრებლისა და ნაციონალური მოძრაობის რუხის შტაბის წევრების მხრიდან. ოფიციალური ვერსიით დედეჭკორი ქურდობის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით იკითხება. დედეჭკორი წარსულში ნასამართლევია, თუმცა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ის ეკლესიაში მსახურობდა. მეზობელი შემოდის ჩემი ქმრის ჩუსტები შემოაგრა. არის ეს ჩუსტები სათქონდა შენ ბესოს რო ეცვა მეუხარი გარეთ ვიპოვეო, ჩაუტენიათ მანქანაში, პირი მოუკუმეს ისე ფეხში შველი და ტანზე ზევით რო არ ეცვა ისე შორტიკებით წაუყვანიათ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ოცნების წევრები. ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაბრალებდნენ და ის ნასამართლები რო იყო, ამიტომ იმას აეკიდნენ. საჭმელს იმ სოციალურიდან ჭამჩმე. რა ნახე ჩემს სახლში ხატები და ჟურნალების მეტი. ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა აქ მოწმის სტატუსი და აუღეს თეთრი სანაბეჭდები. შემდეგ ახლა ხობში გადაყავთ, სადაც მუსიკა გიხდა მოხდა. თვითონ ამბობს, რომ საერთოდ ხობის რაიონში არ ყოფილვარო და არც არ გადაგავშევარ სახლიდან.
თავისუფალი საქართველოს განცხადებას ავრცელებს პოლიტიკური მდივნის თერგის ომანიძის განცხადებით ფსევდოლიბერალი არასამთავრობოების სახელმწიფოსთან ერთად პარტიის საარჩევნო კამპანიის აკრძალვას ცდილობენ ცალკეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ცესტოს კომისიას განცხადება წარუდგინეს, რომლითაც პარტიის სარეკლამო კლიპის აკრძალვას ითხოვდნენ. მათი აზრით სარეკლამო რგოლი შეიცავს ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას აცხადებს ომანიძე. 25 სექტემბერს სასამართლომ პარტია 2000 ლარით დააჯარიმა. ომანიძის თქმით, ისინი არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. როდესაც ხდება პარტიისთვის საარჩევნო კლიპის აკრძალვა 6 დღით ადრე არჩევნებამდე, ბუნებრივია მათ მიზანს წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ თავისუფალი საქართველოსთვის წინა საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კამპანიის წარმოებაში შეეშალათ ხელი. მაგრამ ამის მიუხედავად მე აბსოლუტურად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მინდა გითხრათ, რომ ქართულმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომელი პარტია არის დღეს საქართველოში ეროვნული და ტრადიციული ფასეულობების დამცველი. ქართულმა ხალხმა გაიგო, რომ საქართველოში არსებობს ისეთი პარტია, როგორც არის თავისუფალი საქართველო, რომელიც არ კონტროლდება არც ერთი უცხოური სახელმწიფოს დედაქალაქისგან და ჩვენ მაინც ვახერხებთ ჩვენი სათქმელიც მიტანას საზოგადოებამდე. თბილისის მეორე კლინიკური საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები დევნილები თავიანთ საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ და საცხოვრებელი ფართის გაზრდას ითხოვენ. მათი თქმით, ასეთ სივიწროვეში უკვე 20 წელზე მეტია ცხოვრობენ, როგორც დევნილები აცხადებენ, შესაბამის სამინისტროებს დიდი ხანია მიმართეს, თუმცა მათ რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ. აფხაზეთიდან დევნილები შველას სახელმწიფოს თხოვენ, რადგან მათი მდგომარეობა დღითი დღე აუტანელი ხდება. გადაიყვანეს ყველა ექიმები დიღმის მასივში გადაიყვანეს და ჩვენ მისამართია, რადგან ეგრე ვიწროთ ვართ, მოვიდნენ დაკანონება უნდათ, ყველა წინააღმდეგობას გამოთქვამს, რომ არ უნდათ მიმართავს სახელმწიფოს თხოვნით, ყველა დევნილი უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი, რომ გაგვაფართოვონ. ჩვენ ვითხოვთ გაფართოებას, გვინდა რომ გავფართოვდეთ და ცოტა შესაძლებლად გქონდეს სამე პირობები ტოლობლებთან განსაკუთრებით. არის ისეთი ტოლობლების სუბნები არიან დასახლებული ტოლობლები, შესახლებული, რომელსაც უკეთესი პირობები აქვს. ჩვენ კიდევ ვართ 20 წელიწადი ვცხოვრობთ ამ მეორე კლინიკურ საავადმყოფოში, არანაირი პირობები, არანაირი გასახლებასაც არ შეხვდა მინისტრი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ არის. პრემიერ-მინისტრმა ქარელში მშენებარე სპორტული კომპლექსი დაათვალიერა, შემდეგ კი მოსახლეობა შეხვდა. ადგილობრივებს პრემიერმა ახალი 4 წლიანი სამთავრობო პროგრამა გააცნო და პირობა დადო, რომ ჭარბი მოსავლის ჩაბარებასა და მის საზღვარგარეთ გატანას სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს. მერაბიშვილის თქმით, ქარელის რაიონში 5 ახალი სასოფლო სამეურნეო საწარმოს გახსნა იგეგმება. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 1000 ლარიანი ვაუჩერის ფარგლებში მოსახლეობას სახლებში ბუნებრივი გაზის შეყვანის საფასურის დაფარვაც შეეძლებათ. მე ვარნო მერაბიშვილი გაძლევთ გარანტიას, რომ გლეხს თუ არ აქვს საშუალება გაიტანოს, ჩვენ თვითონ გავიტანთ, გავყიდით და გარანტიას გაძლევთ, რომ თითოეული გლეხი მიიღებს მოგებას. ძალიან მალე და იმ კალენდარში გაწერილია, რომ ეს დავარიგეთ. თვითონ თქვენთაგანს, მათ შორის, ვინც არ არის პენსიონერი, ვინც არ არის ბავშვი, ვინც არ არის მასწავლებელი, ვინც არ არის პოლიციელი, ვინც არ არის ექიმი, ვინც არ არის სოციალურ დაუცველი. ექნება სადაზღვევო პოლისი და არც ერთ თქვენთაგანს არ შეეშინდება ის, რომ ექიმთან მივიდეს, ყველა ჩვენთაგანს ექნება პრაქტიკულად უფასო სამედიცინო მომსახურება. ამ დროისთვის სულ ეს იყო ახალი ამბებით, ეთერში ზუსტად 3-ზე დაბრუნდებით, დაგველოდეთ.